საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი მოსახლეობის განწყობების კვლევას აქვეყნებს. მონაცემების თანახმად გამოკითხულთა 82.1%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ასე არ ფიქრობს 12.3%. არ იცის 5.4%-მა და პასუხზე უარს აცხადებს 0.2%. ამავე კვლევის მიხედვით ქართული ოცნების მხარდამჭერია გამოკითხულთა დაახლოებით 32%. შესაბამისად, მათი ნაწილიც თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. შეკითხვაზე თქვენი აზრით ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე? პასუხისმგებელი პასუხები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება 77.9%, ბიძინა ივანიშვილი 26.3%, ნაციონალური მოძრაობა 16%, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 16.5%, რუსეთი 9.1%, არასამთავრობო ორგანიზაციები 5.1%, ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები 3.9%, ოპოზიციური მედია 3.7%, სახელისუფლებო მედია 3.2%, ამერიკის შეერთებული შტატები 2.1%. საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას გლობალურ ომის პარტიას და Deep State-ს აკისრებს 1.1%, არ იცის 2.7%, სხვა 1.5%, უარი პასუხზე 0.9%. შეკითხვაზე თქვენი აზრით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას? შედეგები ასე გადანაწილდა. ერთპარტიული პარლამენტი 38.6%, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 33.7%, პროტესტის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშწორება და უკანონო დაპატიმრებები 24.7%, უცხო ქვეყნების ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში 17.1%, პოლიტიკური პატიმრების არსებობა 15.4%, ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ქმედებები 13.3%, 12.6%-ისთვის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი. დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება 11.9%, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებები 11.7%, პოლარიზაციის გამძაფრება 7.6%, არ ვიცი, ამბობს 4.1%, სხვა 2.6%, არც ერთი 2.4%, უარი პასუხზე 0.5%. კვლევის ფარგლებში გამოკითხულებს შეაფასებინეს ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომლის თანახმად ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს. ეს გადაწყვეტილება მიუღებლად მიაჩნია 67.1%-ს, მისაღებია 24.7%-ისთვის. ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, ამბობს 1.7%, არ იცის 5.9%-მა და უარს აცხადებს პასუხზე 0.5%. შეკითხვაზე რამდენად დამაჯერებელია Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენები? მონაცემები ასეთია: არადამაჯერებლად მიაჩნია 54.2%-ს, დამაჯერებელია 19.5%-ისთვის, არ იცის 25.3%-მა და პასუხზე უარს ამბობს 0.9%. კითხვაზე ვის მიეცით ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას თუ რომელიმე ოპოზიციურ ძალას? პასუხები ასე გადანაწილდა. ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს ხმა მისცა გამოკითხულთა 51.3%-მა, ქართულ ოცნებას 32%-მა, პასუხზე უარი განაცხადა 17%-მა. კვლევაში მონაწილეებს ასევე კითხეს მათი აზრით ვინ არის საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი. 40.1% სალომე ზურაბიშვილს ასახელებს, 27.7% კი მიხეილ ყაველაშვილს. არცეც არ მიიჩნევს კანონიერ პრეზიდენტად 15.9%, არ იცის 4.5%-მა და უარს ამბობს პასუხზე 1.9%. კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში განხორციელდა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა. შერჩევითი ერთობლიობა 200 რესპონდენტს მოიცავს. ისინი პირისპირი ინტერვიუს გზით გამოკითხეს ალბათური, კერძოდ კლასტერული შერჩევით, წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება მთლიანი შერჩევისთვის პლუს-მინუს 2.2% შეადგენს 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი 74.4%-ია. კვლევის ტიპი არის რაოდენობრივი კვლევა. დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა.